მე ვარ ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და ძალიან მიყვარს ნებისმიერი ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული საქმეები, გამოფენები, წიგნები, მუზეუმები და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი მუზეუმი, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა და საინტერესო იყო ყოველთვის, ეს არის აბრეშუმის მუზეუმი, რომელთანაც მაქვს საქმიანი ურთიერთობაც, მაქვს ისეთი ურთიერთობაც, რომ ხან მიყვარს ხოლმე შევიარო. ერთ-ერთი საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ამ მუზეუმთან მქონდა, არის იმ კოლექციის გაციფრულება, რომელიც ამ მუზეუმში ინახება. ჯერ მინდა პატარა კოლექციებზე მოგიყვეთ, რომ საერთოდ ფოტოგრაფია არის ვიზუალური მეხსიერება. და მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც ფოტოგრაფია საკმაოდ კარგ დონეზე იყო რევოლუციამდე, ყავდა ისეთი ფოტოგრაფები, როგორც არის ერმაკოვი, როინაშვილი და ბევრი კიდევ სხვა. ბევრი კოლექცია არსებობს, მაგრამ ეს კოლექციები ყოველთვის იყო რაღაცნაირად დამალული, დაფარული, იმიტომ რომ კოლექცია ინახავს ისტორიას. კოლექცია ინახავს სინამდვილეს და ძალიან ხშირად არ უნდათ ხოლმე ამ სინამდვილის გამოჩენა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოლექცია ინახება აბრეშუმის მუზეუმში, რომელსაც საინფორმაციო ფუნქციაც აქვს, სამეცნიერო ფუნქციაც აქვს, სოციალური ფუნქციაც აქვს და დოკუმენტალური ფუნქციაც აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ეს ფუნქცია არის მნიშვნელოვანი. დიდი ხნის კოლექცია, დიდი ნაწილი ნამუშევრებისა არის მინის ნეგატივებზე. მინაზე უარი ბოლოს, იმიტომ თქვეს, რომ ის ადვილად იმტვრევა და როგორც კი იმტვრევა, ეგრევე ქრება ის ინფორმაცია, რაც მასზე არის. მე მომიწია, მქონდა ბედნიერება, რომ გამეციფრულებინა ეს მინის ნეგატივები. ჩვენ ვეცადეთ გაგვეციფრულებინა ფოტოაპარატის მეშვეობით და არა სკანერის მეშვეობით. ფიქრობ, რომ ეს უფრო კარგი მეთოდი იყო და უფრო უსაფრთხოც. საინტერესო იყო მუშაობის პროცესი, იმიტომ რომ ეხები ისეთ რაღაცას, რომელიც რაღაცნაირად არის დაფარული და შენახარ ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად წვრილი მიგიწვის, რომ ეს ყველაფერი გახდეს სახალხო და გახდეს ყველასთვის. მუზეუმმა ამის მერე ამ მასალებით ძალიან ბევრი საქმიანობა გააკეთა. მოხდა გამოფენები, გაცოცხლდა ეს ძველი მასალა, თანამედროვე მხატვრებმა მისგან შექმნეს თანამედროვე ნამუშევრები. ფოტოარქივი, რომელიც მუზეუმში ინახება, ბევრ ფუნქციას ატარებს. ერთ-ერთი არის სამეცნიერო, ის გვიჩვენებს რა არის აბრეშუმის ჭია, როგორ ცხოვრობს ის, როგორ ფუნქციონირებს, როგორ ვითარდება და როგორ გვაძლევს აბრეშუმის ძაბს. და ეს იმდენად მე ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში ამის გაკეთება, ამ პატარა ჭიაზე, ამ ხელამასალის გაკეთება რთული უნდა ყოფილიყო. მეორე ფუნქცია არის ის, რომ ის თავისთავად ეს შედიოდა თუ არა ფოტოგრაფის ამოცანაში, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად აჩვენებს ამ პერიოდის ცხოვრებას, საქართველოს ცხოვრებას, თუ როგორ გვაცვია, როგორ გამოვიყურებით, როგორ საქმიანობთ, როგორ უფრთხილდებით რაღაცას, როგორ არ უფრთხილდებით რაღაცას, ამას ყველაფერს ძალიან კარგად აჩვენებს და ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას ძალიან კარგად აჩვენებს. და აი ამ ფოტოების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ იმის მერე როგორ განვითარდა ქვეყანა და იმის მერე როგორი ცვლილებები, რა გავაფუჭეთ და რა გავაკეთეთ. და აი ფოტოგრაფიის ეს თვისება, რომ მას შეუძლია რომ დაგანახოს ცვლილება, დაგანახოს მეტამორფოზა, როგორც აბრეშუმის ჭიას აქვს რამოდენიმე მეტამორფოზა, რომელმე მოგცეს აბრეშუმის ძაფი, ასევე გაჩვენებს ქვეყნის მეტამორფოზას, ადამიანების მეტამორფოზას და ძალიან მნიშვნელოვანია.